4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება. პარტიებიდან მხოლოდ ქართული ოცნება ზეიმობს მისთვის სასურველი შედეგის დადგომას. მმართველი პარტიის საპარლამენტო ლიდერები ამბობენ, რომ ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართულ ოცნებას მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს. ხოლო ისინი, ვინც ამ პარტიის მმართველობას აპროტესტებენ, მათი განცხადებით უმცირესობას წარმოადგენენ. ამ შედეგის ფონზე კი ქართული ოცნების ლიდერები ევროკავშირს მოუწოდებენ არსებულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა განაახლოს. ჩვენ გქონდა მკაფიო დაპირებები მოსახლეობისადმი, რომ ჩვენი სურვილი ხედვა იყო ამ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და ამ დამოკიდებულებას ძალიან მკაფიოდ უპასუხა, დადებითად უპასუხა საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა უმრავლესობამ. და ეს იყოს პასუხი ყველასთვის. გამორჩეული სურვილი ასევე არის ევროპასთან ურთიერთობების გადატვირთვა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვიყოთ ევროპის პარტნიორები ყველა იმ პრობლემისთან გამკლავებაში, რის წინაშე დღეს დგას ევროპა. ამიტომ ევროპა შეუძლია საქართველოს იგულოს მეგობრად და პარტნიორად, ოღონდ ეს თავად უნდა ჩამოყალიბდნენ. კიდევ ერთხელ იხილა სრულიად საქართველოს და გარე აქტორებმა თუ რამხელა მხარდაჭერა ქართულ ოცნებას. შესაბამისად ეს არის კიდევ ერთი საფუძველი და საწინდარი იმისა, რომ ევრობიუროკრატებმა ჩვენთან დაიწყონ ურთიერთობა უკვე წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის ფარგლებში. არჩევნების შედეგებთან და ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის პროცესის ჩავარდნასთან დაკავშირებით პოზიციებში კვლავ განხეთქილება ოპოზიციურ სპექტრში. არჩევნებში მონაწილე პარტიებიდან ერთ-ერთი გახარია საქართველოსთვის აცხადებს, რომ ქართულ ოცნებასთან ბრძოლისას საღმა აზრმა ამჯერადაც წააგოდა, რომ ახლა შეცდომების აღიარებისა და გამოსწორების პერიოდია. სამწუხაროდ ჩვენ ყველამ ერთად ჩავაბარეთ თბილისი კორუმპირებულ კალაძეს და მოძალადე ოცნებას. მოხდა როგორც მშვიდობიანი პროტესტის, ისე არჩევნების როგორც მშვიდობიანი სულილების დისკრედიტაცია. ოცნებას კი გაუჩნდა ავტორიტარული რეჟიმის კიდევ მეტად დამძიმების შესაძლებლობა. ვაანალიზებთ ყველა გარემოებას და მიზეზს, არ გაურბივართ დამდგარ რეალობას, თუმცა შეიძლება ერთი ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომს აუცილებლად მოვიგებთ. ბრძოლის ამ აუცილებლად გასავლელი ეტაპის შემდეგ ჩვენ განახლებული გეგმით გავაგრძელებთ მოქმედებას. არჩევნების მიმართ ბოიკოტის მომხრე პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კი პირიქით ამბობენ, რომ ვინც ამ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, სწორედ ისინი ცდებიან. მათი შეფასებით 4 ოქტომბერს არა არჩევნები, არამედ რუსული სპეცოპერაცია გაიმართა. ამან კი პოლიტიკური პროცესი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პარტიის მმართველობა მინიმუმ უნდა შეესუსტებინა, მნიშვნელოვნად გააუარესა. არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობდა, რომ არჩევნები იყო გაუქმებული და 4 ოქტომბერს მხოლოდ იყო რუსული სპეცოპერაცია, იყოს გაკვეთილი, მათ შორის იმ ორი ოპოზიციური, ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიისთვის, რომლებმაც მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რომ უმძიმეს შეცდომას უშვებდნენ ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში შესვლით, რეალურად ამ გაკვეთილისგან ისწავლონ, რომ ის შედეგები, რა შედეგებით მათ დაუწერა ქართულმა ოცნებამ, ბევრ რამეზე მეტყველებს. მაშინ, როცა ერთი მხარე ზეიმობს, ხოლო მეორე მხარეს პოლიტიკური განხეთქილებების კასკადია. რუსთაველის გამზირზე მოქმედი ხელისუფლების საგარეო თუ საშინაო პოლიტიკით უკმაყოფილო მოსახლეობის ნაწილის უწყვეტი პროტესტი გრძელდება. ალეკო გვეტაძე, ევრონიუს ჯორჯია.